იღუმენი ნიკონი, სიმდაბლე, წერილი მეხუთე. ცვირფასო მარიშა, შენ უკვე სულ პატარა განსაცდელიც კი თავქსას გიბნებს და მოწყინებაში გაგდებს. ამას უფალი უშვებს, რათა შეიცნო შენი უძლურება და მიხვდე, რამდენი რამაა დაფარული კაცის სულში, რა შრომა უნდა გასწიოს მან, რათა ვნებებისაგან განიწმინდოს. გახდეს ტაძარი ღვთისა და ცხონება მოიპოვოს. როცა გამოვლინდება მთელი კაცობრივი უძლურება, მაშინ უფალ შეურდები და უკვე გულის სიღრმიდან შესთხოვ შეწევნას, როგორც ტალღებში დანთქმულმა პეტრე მოციქულმა შესთხოვა. მაშინ მიიღებ შეწევნას ღვთისგან და მიხვდები, რომ ჭეშმარიტად ახლოს არს უფალი მათთვის, ვინც მთელი გულით ევედრება მას. მადლიერებით იამბორები მის ტერფებს და იგლოვებ ყველა შენი ცოდვისთვის, რომლითაც უფალ შეურაცხყოფდი. მაშინ გულით დამდაბლდები, სხვების განკითხვას მოეშვები და იმაზე დაიწყებ ზრუნვას, რათა უფალმან მოგიტევოს ძველი ცოდვები და მომავალში აღარ დაუშვას, შეურაცხო იგი მისი მცნებების დარღვევით. იმასაც მიხვდები, რა ამაუა ყოველივე ამ ქვეყნიური, შენი მიჯაჭვულობა ამას სოფელზე, უთანხმოებები, წყენები, რა უმნიშვნელოა ეს ყველაფერი, როგორ არ ღირს ამისთვის წუხილი, ადამიანებთან დავა, სულის მშვიდობის და ვინ იცის იქნებ ცხონების დაკარგვაც. აი, შენ გაიგე, რას ნიშნავს სიტყვა დედა, რა არის სევდა, ეჭვიანობა და სხვა. უფალს რომ ბოლომდე დაენახებინა შენთვის საკუთარი სული, ვაი თუ სასოწარკვეთილებასაც მისცემოდი, მაგრამ ყოველგვარ სიავეს, ყველა ვნებას, ეშმაკის ყველა მზაკრობას, ყველა ტანჯვასა და მწუხარებას, ყველაფერს ძლევს სიმდაბლე. სიმდაბლე კი მაშინ გამოჩნდება, როცა ჩვენ გონიერი ავაზაკის მსგავსად მთელი გულით ვეტყვით უფალს, სამართლად ღირსი რომელი ვქმენით მოგვეგების, მომიხსენე მე უფალო, სასუფევერსა შენსა. აი თუ შეძლებთ ამის თქმას, ყველა ცხოვრებისეულ გარემოებაში, თუ არც ღმერთის და არც კაც და წინააღმდეგ ტვინვას არ დავიწყებთ, უმალვე შეგვიმსუბუქდება ტვირთი და სწორსულიერ გზას დავადგებით. თუ მაინც დაგვცდა ტვინვა ვინმეზე, მით უფრო მეტად უნდა დამდაბლდეთ და ვთქვათ, უფალო ჭეშმარიტად არაფრად ვარგი ვარ, მხოლოდ შენ ძალგის ჩემი ხსნა. უფალო უკვე თუ გინდეს ძალგის განწმენდაი ჩემი, თქვა კეთროვანმა, რომელსაც განკურნების სხვა არავითარი იმედი აღარ ქონდა და ესმა უფლისაგან ნებავს განიწმინდენი. უფალი შეეხო მას და განკურნა. ასევე ჩვენს გულის სიღრმემდე შევიცნოთ საკუთარი უძლურება და სულიერი უბადრუკება. შევურდეთ უფალს, ერთადერთ მაცხოვარს ჩვენსას და შემოსრული გულით უთხრათ მას, უფალო, თუ გნებავს ძალგის ჩემი განკურნება და ცხონება და მივიღებთ პასუხს ჩვენთვის ჩვარცმული უფლისაგან, მნებავს განიწმინდენი. ჩვენი სული გარკვევით გაიგონებს ამ პასუხს და მიიღებს ძალას, რომ მიწიერი ცხოვრების ყველა მწუხარება მადლიერებით დაითმინოს. ისე როგორც ავაზაკი ეკიდა ჯვარზე უტრტვინველა სასტიკ ტანჯვაში საღამომდე, უფალი შეგეწიოს ცვირფასო, რომ გაიგო ეს, დამდაბლდე და ღმერთს შეავედრო თავი, განუწყვეტლივ იმეორე, უფალო, იყავ შენი წმინდა ნება ჩემსედა, რაც გნებავს ის მიყავი, ოღონდ ნუ დაუშვებ, რომ ტვინვას მოყვე შენს წინააღმდეგ, ოღონდ მაცხოვნე. აქამდე შენ მხოლოდ კითხულობდი და ისმენდი სულიერ ბრძოლის, გლოვის, შინაგანი ტანჯვის შესახებ. ახლა უფალი უშვებს შენს, რომ გამოცდილებით გაიგო ეს და გადაწყვიტო, უტრტვინველად მოითმენ და მადლობას შესწირავ ღმერთს თუ რტვინვას დაიწყებ. მერე კი, რაც უარესია, სასოწარკვეთილებაში ჩავარდები. თავად გადაწყვიტე,
მიეცი სისხლი და მიიღეს სული. ჩვილობის ჟამი გავიდა. დროა მოზღრდილთათვის შესაფერი საქმეებს მოკიდო ხელი. გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. დაბალს ეშმაკის მახეები არც კი შეეხება. გვევნება ანტონი დიდი. თუ ტვინმას დაიწყებ, თუ ადამიანებსა და გარემოებებს დაადანაშაულებ, აქედან ღმერთზე ტვინმაზე გადახვალ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდები, რისგანაც ღმერთმა დაგეფაროს. მოგმადლოს ღმერთმა სულის მშვიდობა, სიმდაბლე, სულიერი განსჯა, უფალმა მოგცეს მოთმინება და როგორც საკუთარი, ისე იმ ადამიანების სიმძიმეთა ტვირთვის ძალა, რომლებსაც შენს გზაზე გადაეყრები. შემინდე თუ რაიმე გაწყენინე. მშვიდობით იცოცხლე კატიასთან ერთად. ყველნაირად ეცადე ამას. კიდევ შეგახსენებ, რაც არაერთხელ მithქვამს, შენი ცხონება კატიასთანაა დაკავშირებული. ყველაფერში დაუთმე, თუნდაც საქმე დაზარალდეს. რამე თუ რა ისარგებელი იყოს კაცსა უკვე თუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს. ნურთ შენ დააზიანებ საკუთარ სულს წვრილმანი საქმეების გამო. მშვიდობა შეინარჩუნე და იცოდე, რომ როგორც შენშია ვნებები, ისევია კატიაშიც და მას კიდევ უფრო უჭირს მასთან ბრძოლა ვიდრე შენ. თუ შენ შეიბრალებ მას და არ განსჯი, მაშინ უფალით შეგიბრალებს და არ განსჯის. მებრალები, თანაგიგრძნობ და უფალს თხოვ, შეგეწიოს განსაცდელის უფრო ადვილად გადატანაში. კაცი გამოუცდელი გაუწაფავია. შეიცან თავი შენი და ნუ იქადი, რომ შენში არ არის ესა თუ ის ნება. ყველაფერია შენში, ოღონდ ყველაფერი არ გამომჟღავნებულა. ხოლო ამპარტავნული ან უგუნური სიტყვებისთვის იგივე დაგებართება, რითიც დაიქადნე, ან რაც უგუნურად თქვი. 1958 წელი.